სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ეჰა ღვთის მადლით მივიახლეთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს მარკვირიისასა, როგორც ძველ ქართულად სახელს დებდნენ, ანუ სულთმოფენობის დღესასწაულს. კიდევ ერთხელ 2 სიტყვით შეგახსენეთ, რომ ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ ქრისტე მაცხვარმა საბოლოოდ 40 დღიანი გამოცხადებების შედეგად და სასაულთქმედებისა დაარწმუნა თავისი მოწაფეები და მოციქულები თავისი აღდგომის ჭეშმარიტებაში და ამით გახადა სწორედ მოციქულები, რადგან მოციქული აღდგომის დამოწმებელს, დამადასტურებელს ნიშნავს და განავლინა იმ დროინდელ სოფლიოში. ეხლა აი როგორც ერთ-ერთ ლოცვაში სიტყვის დღესასწაულისა უწიგნურნი, მეთევზურნი განაბრძნო ღმერთმა სულიწმინდის მოვლინებით, ენებით ალაპარაკდნენ, ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ, შეკრა გახსის მადლი განემტკიცა მაშინ, რომელიც მანამდეც მიიღეს ქრისტე მაცხოვრისაგან უშუალოდ, სასაულთქმედებდნენ და მთელი იმ დროინდელი სოფლიო, ვინც აღწერილი იყო ასე დავაზუსტებდი ცხოვრების წინში, ესე იგი მოუმოწაფეს ზეციურ სასუფეველს. ყოვლადწმინდა სამებაზე სწავლება ღმერთზე, როგორც ყოვლადწმინდა სამებაზე ოდიდან იყო კაცთა მოდგმაში და პირველსავე გვერდებზე წმინდა წერილისა არის დამოწმებული. აი მაგალითად, როგორ იწყება წმინდა წერილი, ბიბლია. დასაბამსა ღმერთმა ქმნა ცადა ქვეყანა და სული ღვთისა იქცეოდა წყალსა ზედა, ნათქვამია წმინდა წერილში. ეს არის წინასწარმეტყველება წარსულზე. თქვენ იცით, რომ ოქრო პირის საებრ სამგვარია წინასწარმეტყველება წარსულზე, მომავალზე, ისე როგორც აწმყოზე. ეს არის წინასწარმეტყველება წარსულზე. სული წმინდამ გამოუცხადა და ასავა შულისმდებელსა და წინასწარმეტყველს ის თუ როგორ ქმნიდა ღმერთი არარაობისაგან სასადა ქვეყანას. მასშტაბამე მამათა დიდი ნაწილის განმარტებით სული ღვთისა, რომელიც ხსენებულია ბიბლიის პირველსავე სტრიქონებში, არის სწორედ სული წმინდა, სული ზეციური მამისა. მას რა დასაბამად ღმერთმა დააბადა სადა ქვეყანა, მაგრამ ქვეყანაზე რა არის ნათქვამი? უხილავი იყო და განუმზადებელი. და შემდეგ სული ღვთისა იქცეოდა რა მასზე და მიანიჭა ფორმა, ფორმით მიანიჭა აზრი. ესე იგი უსახური ქვეყანა, რომელზედაც უფსკრული იყო მოდებული, ესე იგი განაწყო უფალმა ღმერთმა და ყველა სამკაულით როგორც სანი ესრეთ ქვეყანა შეამკო. როდესაც გუშინ უпроსორად როდესაც ცისკრის მსახურებაში აწინდელი დღესასწაულისა ვკითხულობდი მღვდლისთვის განკუთვნილ საიდუმლო ლოცვებს, ერთ მათგანში კერძოდ მესამე ლოცვაში ასეთმა სიტყვებმა მიიზიდა ჩემი ყურადღება და წარიტაცა გონება, როგორც ითქმის. აი კერძოდ რა არის ნათქვამი ამ ლოცვაში. ესე იგი ლოცველი მღვდელი ევედრება ყოვლადწმინდა საებას, უფრო კონკრეტულად ზეციურ მამას და რაც შესთხოვს იგი. განიოტე ყოველი წვდიადი გულთაგან ჩვენთა, ესე იგი ბოროტი გულის სიტყვები, რომელიც ჩემში არიან, გააძევე ჩემგან, განიოტე. მაგრამ რა არის საამისოდ საჭირო? მოგვანიჭე ჩვენ სიმართლისა იგი მზე. სიმართლის მზე ეს არის ქრისტე მაცხვარი ჩვენი. ესრეთ შეიყვარა ნათქვამია იოანესაგან სახარების დასაწყისში მამა ღმერთმა ეს სოფელი, რომ მხოლოდ შობილიძე მოავლინა მის საცხოვნებელად და ვინც ირწმუნეს ამის შემდგომ ქრისტეს როგორც ცხოვრებას, საუკუნო ცხოვრებას თავადაც დაიმკვიდრებს. მას მოავლინა მზე სიმართლისა, რომელიც მორჩილი იყო მამისა, მორჩილი ვიდრე სიკვდილამდე, ანუ დაიმდაბლა, დაიმორჩილა თავი ისე, რომ თვით ანგელოზები განაცვიფრა. რომ ღმერთმა, ერთმა სამებისაგანმა, მხოლოდ შობილმა ძემან მიიღო, ესე იგი ლიტონი ადამიანის ბუნება და სახე მისი, სული და ხორცნი და კერძოდ სულიწმინდის მოქმედებით მარიამ ქალწულის უბიწო და წმინდა სისხლთაგან. ყოველივე მიიღო ჩვენი ბუნებიდან გარდა ერთისა, გარდა ცოდვისა.
უსახელობაში იცხოვრა 12 წლამდის. შემდეგ მხოლოდ 12 წლის ასაკში გამოავლინა, რომ მისი მამა არის არა იოსები, ანუ მისი წარმომავლობა არის არა მიწიერი, არამედ ზეციური. სად უნდა ყოფილიყავი, როდესაც დედა კითხა, რომ აი ვარ მე და მამა შენ და ვალთა ვრონინებ და გეძიებ ჩემ. სად უნდა ყოფილიყავი თუ არა ჩემი ზეციური მამის სახლში. მაშინ პირველად აღიარა ხმამაღლა უფალმა, რომ მისი მამა არის მამა ღმერთი, მისი მამა ღმერთი. ამის შემდგომ კვლავ უსახელობაში გარდავალ უფალი 30 წლიდან მოვალ იოანე ნათლისმცემლის მოწოდებაზე, ხმობაზე, სხვებთან ერთად, როგორც ერთი კაცთაგანი ჩადგება ნათლისღებად, თუმცა იოანე, რომელმაც იცოდა ვინ იყო იგი, როგორც წინასწარმეტყველმა და პირადადაც იცნობდა და არაერთხელ ხლებია წვევია უпроსტორად სტუმრად ქრისტე მაცხოვარი იორდანეს უდაბნოში ნათლისმცემელს მისი ასკეტური მოღვაწეობის შანსს და უსაუბრიათ მომავალ სულიერ საგნეზე, მათ შორის ქრისტეს ვნებაზე. გარდა ყველაფრისა ისინი იყვნენ ხორციელი ნათესავები დედის ხაზით. ეს გარდამოცემა მოცემული არის პატერიკულ მოთხრობაში. ამიტომ ჩვენ წმინდა წერილთან ერთად უნდა გავეცნოთ წმინდა გარდამოცემასაც და პატერიკულ მოთხრობებს, ისე როგორც წმინდა მამათა ღვთისმშთაგონებულ თხზულებებს. ამის შემდგომ აყენებდა იოანე, აკურთხა უფალმა, ჩავიდა, რათა განეწმინდა სინამდვილეში წყალი და უსროლი წყალთანი, როგორც ამბროსი მედიოლანელი ამბობს ნათლისღებით და დაეწესებინა ქრისტიანული ემბაზი. და მერმე გავიდა რა უდაბნოში 40 ხედაღამე და უმკაცრესად უზმომარხვას ინახავდა და 3 გამოსთან გადაიტანა ბოროტის სულისაგან, რომელიც თავადია ამ სოფლისა, მერმე იწყო ხარება და ქადაგება სათა სასუფევლისა, რომელსაც ამოწმებდა ურიცხვის სასწაულებით, რომელზედაც თავად ისრაელიანები რჩეულიერი შვილები ამბობდნენ, არავის არასადა მსგავსი სასწაული არ მოუხდენია. ასავა თავის მოწაფეებს და უპირატესად კი უფრო მოციქულებს სიღრმისეულად ზეციური საიდუმლოებანი, მერმე როგორც დავიწყეთ ამით საუბარი, დაარწმუნა აღდგომის შემდეგ თავისი აღდგომის ჭეშმარიტებაში და წარგზავნა იგი მანამდე ესე იგი უბრძანა დამსწარიყვნენ წმინდა ქალაქ უფლის ქალაქ იერუსალიმში, ვიდრე აღთქმას მამისასა არ მიიღებდნენ. ეს ახალი აღთქმა, ეს ზეციური მამის აღთქმა აღმოჩნდა სწორედ სული წმინდა, რომლის მოსვლასაც, გარდამოსვლასაც დღესასწაულოთ მართლმადიდებელი ქრისტიანენი. და ამის მერმეღა იწყეს მიმოვლა იმ დროინდელი მსოფლიოსი მოციქულებმა და მოწაფეებმა და ღვთის სიტყვის ქადაგება და არ დასრულდება ღვთის სიტყვის ქადაგება, როგორც საწინასწარმეტყველო წიგნი გვეუბნება, ვიდრე ფეხნიერების დასასრულამდე, რომლის მერმეც მოვალ უფალი, როდესაც უკანასკნელი წმინდანი შევალ ზეციურ სასუფეველში, მოვალ უფალი დიდებით განჟად ცხოველთა და მკვდართა. მაშასე ლოცველი მღვდელი დღესასწაულის ცისკარში ევედრება, რომ მზე სიმართლისა მოუვლინოს, რომლის გარეშეც ყოვლა წარმოუდგენელია რომელიმე ადამიანის ცხონება. და გარდამავისა, რას ევედრება და უნებელად ცხოვრება ჩვენი დაიცევ ბეჭდითა წმინდისასული შესახებ. დიახ, მაცხოვარი მზე სიმართლისა მოვიდა, თავის თემდებებში დაგვიარსა ეკლესია, დაასხა 7 საიდუმლოება პიროყოლისა, რომლის დასაბამი ნათლისღება, რომლითაც აღმოიშობა სულიერი არწივები, როგორც წმინდა დიმიტრი როსოველი გვასწავლის, ესე იგი ახალი ადამიანი აღმოიშობა, მაგრამ ამით ეშმაკი არსებობას არ წყვეტს. ხდება რა ადამიანი მორწმუნე და გნებავს ეკლესიური პირიქით, ყველაზე მეტი გამეტევით ახლა ებრძვის ადამიანს. ამის გამო ევედრება ყველაფერთან ერთად ზეციურ მამას მლოცველი მღვდელი უვნებელად, ანუ ვნებების გარეშე, უვნებებო, ცხოვრება ჩვენი დაიცევ ბეჭდითა წმინდისასულისა შენისათა. რა არის ზეციური მამის სულის ბეჭედი? ეს არის საცხებელი, რომლითაც ცხებენ ემბაზიდან ამოსულ ახლად ნათელღებულ ადამიანს, რომელიც ქრისტიანი ხდება. ესე იგი, შთაიფრება ძველი ადამიანი და აღმოიშობა ახალი ადამიანი. მიროცხებით ამის შემდგომ გარკვეული ლოცვა სრულდება, აღევლინება, რომლის შემდეგაც ბეჭედის სული წმინდისა მიენიჭება ადამიანს. კერძოდ წმინდა მირონს სხავს მღვდელი მას გარკვეულ ასუებზე სხეულისა და ამ სიტყვებით
ბეჭედი მონიჭებულარ სულის ამერწმის რა არის მირონცხება ეს არის ერთი საეკლესიო საიდუმლოება თაგანი ხოლო მისი წარმომავლობა ეგევით არია როდესაც მოციქულების ქადაგებას ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა მრავალი მოიმოწაფეს მაგალითად პეტრე პირველსავე ქადაგებაში მარტო ერთად 5000-ზე მეტი მოიმოწაფა და ნათელს იღეს იმათ ფიზიკურად შეუძლებელი გახდა რომ 12 მოციქულს მიმოევლო მთელი მსოფლიო და აბსოლუტურად ყველა ადამიანი ესთვის გადაეცა მადლის სული წმინდისა 70 მოციქული შეესატყვისება მღვდელს მღვდლის ხარისხს ხოლო 12 მოციქული მღვდელთავრებისა ისინი იმავე დროს იყვნენ პირველი მღვდელთავრები არა მარტო მოციქულები ასე მაგალითად რომის პირველი მღვდელთავარი იყო მოციქული პეტრე და თითოეული მოციქული შეიქმნა იმ ხარისა თუ დედაქალაქის მოციქული სადაც ესე იგი მიმოსვეს სახარების საიდუმლოებანი სადაც იქადაგეს სადაც დააფუძნეს ეკლესია თავად ეკლესია როგორც ასეთი როგორც თვითდიდებული პავლე და საერთოდ საფუძველი გვასწავლის ქრისტემ თავის მსწევნებებში დაარსა უბრძანა დამსტარიდნენ მეათე დღეს ესე იგი ამაღლებიდან მიიღეს მოციქულებმა სულიწმინდის ნიჭები და ესეც არ არის შემთხვევით რიცხვი 10 სრულყოფილების გამომხატველი რიცხვია ესე იგი სულიწმინდა რომ გარდამოვიდა მოციქულებსა და ქრისტეს მოწაფეებზე ანუ ახლა დაარსებულ ეკლესიაზე ესე იგი ამით ახალი ადამიანები აღმოშვა რა ქრისტემ საბოლოოდ ბეჭდით სულიწმინდისა დაამტკიცა ისინი და წარგზავნა და მადლი მიეცათ სხვებისთვისაც ეს საღვთო ნიჭი მიეცათ მაგრამ როგორც უკვე დავზინეთ რამდენადაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო აბსოლუტურად ყველასთვის დაესხათ ხელდასხმით გადასცემდნენ სამოციქულო ნიჭს რამდენადაც ეს ყოველად შეუძლებელი იყო ამიტომ იმარხულეს შეევედრეს ღმერთს და მოიღეს მისგან ბრძანება კერძოდ ესე იგი დაეწესებინათ მირონცხების საიდუმლოება უბრძანა ყვავილის მტვერი შეეგროვებინათ მოეხარშათ ზეთში შემდეგ ელოცათ გარკვეული მოქმედებები აღესრულებინათ ჯვრის ნიშით და სხვა მასე და ამის შემდგომ როდესაც ადამიანი მოინათლებოდა ხელდასხმის ნაცვლად მირონი ეცხოთ მირონცხება ეს არის სამოციქულო ხელდასხმის მადლის შემცველი ეს იგივეა აი ეკროსა ვევედრებით რომ ზესიმართლისა მოვივლინე და მოვივლინა უფალმა და ჩვენი ღვთის მორჩილებით ანუ მამისა და ჩვენი სიყვარულისა არა მარტო ხორცნი განსტეხა და სისხლი დასხი არამედ სული თვისისხლი რომელიც ყველაზე ტკბილია ადამიანისთვის და ის ჭეშმარიტი და სული ადამიანიც არის ქრისტე არა მარტო ჭეშმარიტი ღმერთი და სული ღმერთი მან სული თვისის დასდვა ჩვენთვის ყოველივე მოიმოქმედა ჩვენისა ცხოვრებისას აქ ერთი რამე დაგვრჩა მივიღოთ ღვთის ნება ღვთის სწავლება და ღვთიურად ვიცხოვროთ ამადაც ამბობს უფალი მევრე ყოველი ადამიანის გულის კარზე ეგ ვინმე მისმინოს და განმიღოს გულის კარები და თუ კი ადამიანი ნებსით თავისი ნებით გაუღებს გულის კარებს უფალს ამოირწმუნებს ქრისტესთან შევლენან მაშინა მამაი და სულიწმინდაი ერთარსობის და განუყოფლობის მიერ ადამიანი ხდება ყოვლადწმინდა სამების სადგური ანუ ღმერთშემოსული ესე იგი წმინდანია მაგრამ დაგვიარსა რა ქრისტემ ეკლესია დაგვისყრა ესე იგი საიდუმლოებანი შვიდნი და მოგცარა სწავლება ქრისტესი და შულდებულობა საჭირო არის მომავალშიაც წმინდა თავშეკავებით ცხოვრობ რადგან სატანა თავადი ამ სოფლის განუწყვეტლი ვებრძვის ადამიანს და უპირველეს ყოვლისა და უფრო მეტად კი ებრძვის ის ქრისტიან ადამიანს მეტადრე ღრმად მორწმუნე ადამიანებს იმიტომ რომ ეს ყველა დანარჩენი ვინც ქრისტეს გარეთ არის ესენი არიან სხემ და წარმავალ ჯოჯოხეთში სამწუხაროდ მათ ამ ბრძოლა ეშმაკს არ აქვს აი ერთი გამოცხადება მაგონდება როდესაც ერთმა ყრმამ მამა რო უზურავდა ეშმაკებს ალექსანდრიაში ესე იგი კერპებს საქონელს გონების თვალი აეხილა და იხილა რომ იმ საკერპეში საყდარი იდგა სატანა იჯდა შუაში გვერდის საყდრებზე იწყდნენ სატანის ანგელოზები და თვითონს ეკითხებოდა ვინ რა ვნება მიაყენა ადამიანს და ვინ რამდენი დაღუპა ნუ ერთი ყვებოდა რომ ზღვა აღელვა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაახრჩო ზღვაში
სემა და გააგდო ეშმაკმა, არაფერი არ გაგიკეთებიაო. მეორე უთხრა ზრწოლით, რომ ქორწილში წაჰკიდა მაყრიონი ერთმანეთს და უამრავი ადამიანი ამოხოცა, ერთმანეთი ამოხოცეს ადამიანებმა, ისიც გვემა და გააგდო, ტყუილად მოცდელი ხარო. და ბოლოს ერთი ეშმაკი გადარჩა, როცა გამოკითხა ყველა და შენ რა გააკეთე, რომ შიში ზრწოდა ეშმაკის წინაშე და მე რაც შემეხება 40 წელიწადი ვებრძოდი განდეგილ მამას, ქრისტიანს. ამ ღამეს სიცვით დავციო იგი გახარებულმა ეშმამ ტიარა მოვიდა თავისი წეული გვირგვინი და დაადგა ამ ეშმაკს. შენ ყველაზე მეტი გაგიკეთებიაო. ესე იგი ურწმუნო ადამიანების უღმერთოების და უნანელი ცოდვილების წარწმიდა ეს არაფერია ეშმაკისთვის, მაგრამ თუ ქრისტიანს შეარყევს და დასებს, ეს ძალზე ბევრს ნიშნავს და ჩვენი უბედურება, როგორც მამიგვასწავლია, მათთვის ეშმაკს და მისი ანგელოზებისთვის ეს არის მათი სიხარულის წყარო. მოკლედ, გაქრისტიანდი რა, აგზელებ რა მიწიერ ცხოვრებას, ყავს რა ამ სოფელ სატანა თავადად, რომელსაც დაკარგა ზეციური სასუფეველი და უპირველესი მდგომარეობა სამების წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ქერაბინი იყო წმინდა მამათა სწავლებით, ვიდრე დაეცემოდა. ახლა ის ბრძოლას უცხადებს ქრისტიან ადამიანს. ამისთვის ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია თავით ჩვენით. არც ერთი რაი ძალგიც გარეცე ჩემს ამბობს უფალი. აი ამის გამო ითხოვს ეკლესია, რომ სული წმინდის ნიჭები მიიღოს, მადლმა გააძლიეროს ადამიანი. აი რა ნიჭები შეიძლება გქონდეს სული წმინდას გარდა ყველაფრისა. მოეგონეთ თუნდაც მისი ლოცვა მეუფეო ზეცათაო. პირველ ყოვლისა ეს არის სული ჭეშმარიტებისა. ანუ სული წმინდის მადლის გარეშე ყოვლად შეუძლებელია ჭეშმარიტების ღმერთის შეცნობა, რომელიც არავის არასა და უხილავს გარდა მხოლოდ შობილი ძისა. მერმე ეს არის მოგეშინის სემელი. როგორ არის ნათქვამი ადამიანის ცხოვრებაზე? 30 წელი ადამიანის კაცის ცხოვრება და უმეტესი, ესე იგი ჭირი და წუხილი, ვალალება. ჩვენ გვჭირდება ნუგეშინის სემა, გამხრევება, გაძლიერება და არა თუ მხოლოდ სული წმინდის უხილავი მადლით გვაძლევს ამ განმტკიცებას რწმენაში უფალი ღმერთი, არამედ შეიძლება გაგეღიმოთ, აი მიწიერი საზრდელ სასმელიც რო გვეძლევა, ეს არის ნუგეშინის სემა. წმინდა მამები საზრდელ სასმელს მეტადრე შემდგომად ასკეტური მარხვისა, როდესაც გაიხსნილებდნენ და გაიხსნილებდნენ არა ხორცეულით, არამედ წველით, ანუ რძის ნაწარმითა და თევზეულით, თუ კი ჰქონდათ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ ნუგეშინის სემას უწოდებდნენ. ასეთი დიდი ნუგეშინის სემა იყო მაგალითად წმინდა დიდმარხვის შემდგომ, რომელსაც ნებიშვიდეული მოებმის. უფრო მეტიც, ღვინოზე როგორ არის დავით წინასწარმეტყველთან ნათქვამი, ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. ღვინოც ადამიანს მისცა ნუგეშად, ხნეობისთვის და გარდა მაგისა არის ისეთი სახეობები ვაზისა, რომლის ღვინოსაც აქვს სამკურნალოთვისა, მაგალითად საფერავი ქართული. საფერავი, რომელსაც თვით სიმსივნის ყურნება ძალუց დაწყებით ეტაპზე, პირველ ორ საფეხურზე. მე აქ ხარ, მაგრამ ნახე ეშმაკი პაროდირების დიდ ოსტატია. რაც ღმერთმა წყალობად და ნუგეშად მოგცა, ყველაფერი გაგვიუღმართა. პირველი ვინ იყო, ვინც იწდია ღვინო? ნოე, რომელიც გამოკეტილი იყო წელიწადზე მეტი კიდობაში, დიდი განცდები, განსასწრებელი, პატარა სარკმლიდან ხედავდა 1000-ობით და 10000-ობით წყლით დამხშალდა მზეზე გაბერილ და გაშეებულ გვამებს. როგორი სანახავია საყვარელო? რა განცდებს იწვევს ადამიანში ეს? ალბათ თავს არ დამცემი იქნებოდა ყოველი ჩვენთაგანისათვის. შიშნეულობის მომტანი. გარდა მაგისა, გამოკეტილი იყო ადამიანში, ადამიანი არის ხატად ღვთისა დაბადებული. თავისუფალი ნება მის, ამით არის ხატი ღვთისა და წარმოიდგინეთ ერთი წელიწადი, თუმცა ნებსით და მორჩილებით ღვთისა გამოკეტილი იყო კიდობაში. საშინელი სუნი, სიმყრალისა, სკორე, სკინტლი, უჰაერობა, ამაზე დაწვრილებით ერთ-ერთ განმარტებაში საუბრობს იოანე ოქროპირო, უფრო მეტად წარმოგვიჩნევს, რამდენად დიდი წმინდანი არის ნოე მართალი. თუნდაც იმის არა მარტო იმიტომ რომ ასე დაითმინა ერთი წელიწადი ეს უმძიმესი პირობები და განსასწრებელი და განცდები გარდა მაგისა, არამედ იმის გამოც რომ
მთელი მსოფლიო წარღვნამდე მიდიოდა ღვთისნების წინააღმდეგ, მთელი კაცობრიობა მის გამარისხებლად ერთადერთი ნოე იყო, რომელიც ღვთის გზაზე იარებოდა. აი ამიტომაც არის ესე იგი ქრისტეს მარჯვენა ჯვარცი ლავაზაკთან ერთად, როგორც დიმიტრი როსტოველიც ამბობს, ერთ-ერთი უპირველესი და უდიდესი წმინდანი. პირველი სწორედ ეს ნოე იყო, რომელიც გამოფიტული იყო, გაცარიელებული, გადაღლილი, დაქანცული, ამ ყველაფრითაც მოგახსენეთ და ბევრი ვერ მოგახსენეთ და როდესაც წარღვნის შემდგომ გადმოვიდა პირველად სამხრეთ კავკასიაში, მან არ იცოდა რა იყო ყურძენი, ეს არ ხარობდა სხვაგან, საიდანაც კიდობანმა მოიტანა ნოე და მისი ოჯახი და როცა გასინჯა მოეწონა, მეტადრე ახლა აი წარმოიდგინეთ, ჩვენც ხო ესე ვარ, მძიმე მართვის შემდეგ რაღაც სასიამოვნოს რომ მიიღებინებოს იგივე წვენი. ჟრიანტელიც კი დაგივლის ტანში სიამოვნებისაგან. მაგრამ არ იცოდა რა შედეგი ექნებოდა, დაწურა რა ეს. ტევნები ყურძნისა დაითრო, დასხა, გაშიშხდა და ქამა, ესე იგი, დააბეჭდა ძმებთან და შერცხვენა სურდა. თუმცა საბოლოოდ როცა ნოემ შეიტყო რა მოხდა მის თავს და როგორ მოიქცა ქამი ტურად. ქამი დაწყევლა და სემი და იაფეთი დალოცა აღორძინება, გამრავლება და მიმოდება უწინასწარმეტყველა მთელს იმ დროინდელ მსოფლიოში. აი აქედან მოხდა განფენა კაცობრიობის სამხრეთ კავკასიიდან და დღეს გარედან გვედავებიან 1000 რასმე, რომელიც ღიმილის მომურელია პირადად ჩემთვის, რა არგუმენტებიც იმათ აქვს თავის ევროპელობაზე და ასე შემდეგ. ამას თავი ვანებოთ ერთი სიტყვით ადამიანს ნუგეშინისცემისათვის მისცა სულიწმინდა. წარმოიდგინეთ და გაიხსენეთ საყვარელო წინასწარმეტყველება უკანასკნელ შამზე, როგორი ვითარება იქნება. რომელსაც თავად უფალმა ხშირად გითხოვს ჭირის დღეები უწოდა, რომელზეც თქვა ასეთი არ ყოფილა დედამიწას და მინდა შეგახსენოთ რამდენი ომი და სამომი იყო დედამიწაზე, როგორი კაცთაკლა, უსამართლობა, დევნა, წყურვილი, შიმშილი, შეურაცხყოფა აღარ მინდა ამ ყველაფერს მოყვე და ასეთი არ ყოფილა ამბობს მიუხედავად ყველაფრისა უფალი და არ იქნება მომავალში. ესე იგი რა უნდა იყოს ასეთი მაინც ანტიქრისტეს დროება. მისი ბატონობა იმიტომ რომ პირდაპირ გაგენით ის გაბატონდება, ანუ ეშმაკი რომელიც მასში 12 წლიდან იქნება, გაბატონდება ადამიანთა სხეულებზეც და სულებზეც და ადამიანი დაიბეჭდება, აღიბეჭდება მისი სახელით. როგორც წმინდა მამა ნილოს მდინარე 3 საუკუნის წინასწარმეტყველებდა 4 წინადადება ეწერება ამ ბეჭედზე, რომელსაც დაიტანენ ადამიანზე, რომლებიც შეგნებულად თუ არ ყოფენ ღმერთს და ღმერთად აღიარებენ ანტიქრისტეს და მისი სახით სატანას. არსი რა იქნება ამ 4 წინადადების? მე ძალით კი არ მიმორჩილებს სატანა, ანტიქრისტს, რომელსაც გარკვეული სახელი ექნება, არამედ ჩემი ნებით ვაბარებ სულს. ადამიანი გახდება ზომბი. კოსმოსიდან იქნება მართული. აი იუდა რა ისკარიოტელთან რომ წერია ეპისტოლეში, რომ წითელ დრაკონსა და მთავარანგელოს მიქაელ ბრძოლა ქონდაო, რას ნიშნავს? დღესაც უკვე კოსმოსისთვის არის ბრძოლა. კოსმოსში, ესე იგი, ბადეს ქმნიან, თხზავენ, ვინც ფლობს, რომელიც სუპერ ხელისუფლებას ფლობს კოსმოსს, ის მართავს დედამიწას. იქიდან იქნება ადამიანი მართული კომპიუტერული გზით, მოკლედ რო გითხრათ და გასაგებად. ადამიანი იქნება მიმღები. აი ამ შტრიხ-კოდი იქნება ეს თუ სხვაგვარი რამ იქნება, ეს იქნება მიმღები ადამიანს. ადამიანს რასაც შთააგონებს სატანა კოსმოსის გავლით, იმას იმოქმედებს ადამიანი. თავისი ნება არ ექნება. ამიტომ იქნება უბედურესი, რადგან თავისუფალი ნება ხდის ხატად ღვთისა. წაართვი ადამიანს თავისუფლება და სადამდე მივა ის. წარმოიდგინე. აი თუნდაც კაცობრიობის ისტორიიდან გაიხსენე, რა ემართებათ ასეთ შემთხვევაში ადამიანებს. გარდა მაგისა, ღმერთს რომ განუდგებია და სატანას ემეთაყვას ანტიქრისტეს სახით, ღვთის რისხვა გადმოვა დედამიწაზე, უჟულოების შვილებზე. წყალი ოქროზე ძვირი იქნება. საზრდელ სასმელი არ იქნება. წვიმის წყალი და ფესვები
სცენარისა სანატრელი გახდება ადამიანებისთვის, როცა გარკვეული მარაგი, რომელსაც ესე იგი შესთავაზებს ხელისუფლების სანაცვლოდ და არა მარტო ამის გამო ანტიქრისტე, სანატრელი გაუხდება ადამიანს. რაც შეეხება ღრმათმორწმუნე ადამიანებს, რომელიც ყველა ამ ჭირის დღეებს გადაიტანენ და გაუძლებენ, მათზე მაგალითად ქიმონაზორ მაკარიასთან ათხოვენ, ჩვენ თუნდაც მიწას მოვზილავთ კალახს, ვილოცებთ ჩვენი უფლის მიმართ, ჯვრისნის დავსახავთ და უტკბეს პურებად შეგვერგება. ეხლა ნუ მეტყვით, რომ შეუძლებელია კაცთაგან, მაგრამ კაცთაგან შეუძლებელი ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიერ. გან არა მამამძემ და სულიწმიდა მარშე ხნა, არარაობისაგან სანი და ქვეყანა ანგელოზი და ადამიანი ყველა სამკაულით როგორც შესავალში გაკვრით ვახსენეთ. და რა არის შეუძლებელი მისთვის? ის თავის ერთგულ მოწაფეებს არასდროს არ დააგდებს. უნუგეშოთ არ დატოვებს. რა იქნება მათი დიდი უპირატესობა დანარჩენი დაბეჭდული კაცობრიობის მიმართ? სულიწმინდის მადლი იქნება მათზე, რომელიც არის სული ჭეშმარიტებისა, სული ნუგეშინის სემისა. და ისეთ უნუგეშობაში, ანუ სასოწარკვეთილებაში იქნებიან დაბეჭდული ადამიანები, თვითმკვლელობა იქნება მათთვის ყველაზე დიდი შვება. სუიციდი გამრავლდება საოცრად. ქუჩაში ეყრებიან გვამები, არც კი დამარხავენ. ადამიანები გვამებს დაუწყებენ ჭამას შიმშილის და წყურვილის გამო. აი რა მოხდება მაშინ, როგორც წმინდა მამები ახსენებენ, ეფრემ მასური, იპოლიტე რომაელი და უამრავი, არაერთი, ათეულობით მამა აღწერს უკანასკნელ ჟამის მოვლენებს და ვითარებას ადამიანებში. ამიტომაც მადლობთ ღმერთს, რომ ჯერაც გვაქვს სარწმუნოება ჭეშმარიტი. განისვენებს ჩვენ ცოდვილებზე, არა დამსახურების გამო, არამედ ღვთისმგზელებისა გამო, განისვენებს მადლის სულიწმიდისა, რომელიც ყოველსავე აღავსებს, იძვრისაც და უძრავსაც. და ჩვენ უფალმა მოგცარა საწინდარი მადლისა წმინდა ემბაში და მერმე მირონცხებით საჭირო არის არა დავფლად უსარგებლოდ კეთილი საქმეების გარეშე ეს ნიჭი, არამედ ვაქნიოთ როგორც იგავში ამბობს უფალი, ანუ ამ ერთი ტალანტით 5 და 10 სხვა მოვიგოთ. რადგან ვინც დაფლავს, ის იმასაც დაგარგავს, როგორც უფალი განმარტავს იგავს, რაც გონია რომ აქვს, ხოლო ვინც გაამრავლებს, ესე იგი მაღალთაზე და დაადგეს იგი, უახლოესი წმინდანი იქნება ზეციურ სასუფეველში. მაგრამ იმდენად დიდი სიხარულია და ნეტარება ზეციურ სასუფეველში, როგორც ივანე დამასკელი ამბობს, სასუფეველის მეეზოობაც კი ესეც უდიდესი ნიჭი და მადლი და სიხარულია ადამიანისთვის. სასუფეველში ყველა ხარობს, ცხრავე დასის ანგელოზი, ცხრავე დასის წმინდანი, ერთნი უფრო ახლო არიან ქრისტეს საგდართან, მეორენი მოშორ, მაგრამ ყველა სიხარულშია, ყველა ნეტარებაშია, ყველა აღფრთოვანებაშია. ის როგორც ჯოჯოხეთში, იმის და მიხედვით, როგორც ცოდავდნენ უნალელად, ერთნი ახლოს არიან და არიან გენიაში სატანასთან და მეორენი მოშორებით, მაგრამ იქ ყველა იტანჯება, ახლობ ყოფიც და შორს ყოფიც, რაც ყველას გვაშოროს უფალმა თავისი სულგზელებით და კაცთმოყვარებით. არ დაგივალავ ძალიან ცუდად ვიყავით დღევანდელ წირვაში განსაკუთრებით მოხმოდრეკის ლოცვა რომ დაიწყო, უზე შეტევაც კი მქონდა, რაც შეიძლება მიკროინფარქტის გადავიტანე, ესეთი შეგრძნება მქონდა. მაგრამ აი როცა დავიწყე თავად კითხვა, გადავიდა ეს ტკივილები და ეს შეგრძნებები, ამიტომ როგორც იტყვიან დღეს თავისუფლებას მივცე, ქადაგებაში სხვა არა ვთქვა რა, ფიქრობ უპირატესი რაც იყო სათქმელი გამოვთქვი და მინდა ანალოგია დავუთმო მამა გიორგი ჩვენს ყოფილ წიგნის მკითხველს მე დავითნეს მამა გიორგი ლომსაძეს ძველი მრევლისთვის უდიდესი უმეტესობისთვის თქვენთვის ნაცნობი არის და ზოგი შეიძლება მეგობრობდა კიდეს მამა გიორგისთან. ის არის მამა ივანეს სულიერის შვილი და რჩება ასეთად. და არის გარდა ყველაფრისა ჩემი სიძეს უმცროსი ქალიშვილის მეუღლე არის, 3 შვილი ყავთ. ჟანთავით მან მიიღო ჩინებული განათლება აქ საქართველოში, უმაღლესი განათლება. ჰქონდა 2 ჩინებული სამსახური, რომლითაც
ადვილად შეინახავდა ოჯახს, მაგრამ ჟანთა ვითარების გამო და გარემოებათა გამო იგი გადავიდა დროებით საცხოვრებლად ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში დაამთავრა უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი მისი მოწვრის კურთხევით მამა იოანესი, წარჩინებულად დაამთავრა, მალევე აკურთხეს ამ წარმატებების გამო სასულიერო პირად, ჯერ დიაკვნად რა თქმა უნდა და მერე მემკვდრად და წარგზავნეს სამხრეთის ერთ-ერთ შტატში. სადაც მას დახვდა წმინდა ნინოს საზოგადოება მორწმუნეთან. ძალიან ბევრიც ესაუბრა წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ მისი პიროვნებისა. რა თქმა უნდა, მისთვის ნუგეში იყო, რომ ამ შორეულ ქვეყანაში რაღაც მიდიხარ და ხდება შენი განმანათლებელი წმინდანის მოსიყვარულე მართლმადიდებელი ქრისტიანები. დრო და დრო რა თქმა უნდა, მასთან, ჩემ შვილთანაც, მის მეუღლესთან საუბრობდი და რა შთაბეჭდილებას შემექმნა, რომ ცოცხალი რწმენა აქვს. ისინი შედარებით ახალი მოქცეულები არიან. იმ ეკლესიას ზედმიწევრით ეწოდება მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში. ანუ ამერიკის ავტოკეფალური ეკლესია. იქ არის იქ მსახურობს ღვთის წინაშე. ღვთისმადლით გაუმართლა ამანაც, რომ კარგი მოძღვარი ყავს, წინამძღვარი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, დიდი სიმწარეები ვნახე ზოგიერთი წინამძღვრის მორჩილებაში. იმიტომ კი არა, რომ ვთქვა კაცრად და ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო. უსამართლოდ იქცეოდნენ ხშირად და რაც თავარია სამწუხაროდ ჭეშმარიტებასაც და სიმართლესაც ცდებოდნენ. აი ერთხელ ესეთი რამ მოხდა დიდუბეში, მსახურობ 2 წლის დაკურთხი ვარ წელიწად ნახევრის და ეს წინამძღვარი მეტისმეც ამეტებდა ხოლმე თავისი უსამართლობიდან. ერთხელაც აღშფოთი და მლოცველი ვიყავი, შაბათის ლოცვა იყო და ღმერთხოვე შვიტოტა კანდელი ენთო ტრაპეზზე როგორც წესი და რიგია და ქრებოდნენ. ღმერთ შევთხოვდა, საათნახევარი იყო დაახლოებით დარჩენილი. თუ ასეთსაც უნდა დავემორჩილო, ასეთ წინამძღვარს, დე შენი მადლით, ნუ ჩაქრება, ნიში მომეცი, ნიში ვითხოვე, ნიშანი. ნუ ჩაქრება ეს კანდელები. ხოლო თუ ჩაქრება, მეცოდინება, რომ სხვაგვარად უნდა მოექცე. აი ჯვარითა მისახია. საერთოდ არ ჩამქრალა არც ერთი კანდელი. და მივხვდი, რომ მორჩილება უპირველეს ყოვლისა. ასეთსაც უნდა დაემორჩილოთ, რა თქმა უნდა, თუ აშკარად ღვთისა და ეკლესიის წინააღმდეგ არ მოგიწოდებს. მადლობა ღმერთს, რომ აქაც კარგი მოძღვარი ყავს, მამა გიორგის, იქაც ღვთისმადლით კარგი წინამძღვარი ყავს და მე მინდა ვთხოვო, ალბათ თქვენი ცნობის ადილის დავაკმაყოფილო მეტნაკლებად, მოგვითხროს ორევდე სიტყვით იქაური მართლმადიდებლური ცხოვრების მრევლის შესაძლებლობა და ძალიან ცოცხალი რწმენა აქვს. მთელი გულით იღებენ სარწმუნოებას. შენ უკვე როგორ აქვს, იცი? მემკვიდრეობით აქვს თითქოს თაობიდან თაობას ტრადიციად გვერდსა ოჯახთან ერთად და სხვა რაღაც ნეობებთან და რაღაც ფორმალურად ზოგიერთები უდგებით გარეგანად გარეთვებს აქვს, იქ ასე არ არის. იქ ვინც მოიქცა, ყველას გულით სავს და ცდილობს რომ აღასრულოს. იმიტომ რომ მათთვის ეს ცოცხალი და ახალი სარწმუნოება. დანარჩენზე მამა გიორგი მოგვითხრობს ალბათ. განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელი არის ძალიან ხშირად იწერება და ყველა აღნიშნავს, რომ ზუსტად არ ვიცით რა, მაგრამ რაღაც ხდება იქ და ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება მართლმადიდებლობით. ჩვენც მღვდლებს ალბათ კვირაში რამდენჯერმე ან ახალი ადამიანი ვსტუმრობს, ან გვირეკავს და გვეუბნებიან, რომ ბოლო 2-3 წელია კითხულობენ მართლმადიდებლობაზე, ზოგი ერთხელ დაესწრო მაგალითად სადღაც მართლმადიდებლურ მსახურებას და ამის შემდეგ დაინტერესდნენ და ზოგიერთი მათგანი ძალიან გულმოდგინედ სწავლობს ხოლმე ეკლესიის ისტორიას, კითხულობს საეკლესიო წიგნებს და ასე შემდეგ, სანამ პირველად დაუკავშირდება ხოლმე მოძღვარს. ძალიან საინტერესო არის ამ ხრივის, რომ ოჯახები გვიერთდებიან მართლმადიდებლობაში, ხანდახან ახალგაზრდებიც მოდიან და რა თქმა უნდა ეს არის წყალობა, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ერთია როცა ადამიანი მოდის და მართლმადიდებელი ხდება და მეორე არის რომ დარჩეს და წმენაში გაიზარდოს. ამიტომ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ რომ ძალიან ხშირად ვისაუბროთ ამაზე არა მარტო სამრევლოში, ამ ეპარქიაში და ეპარქიის გარეთაც, როგორ შეიძლება რომ ასე ვთქვათ მათი სულიერი საჭიროებები დავაკმაყოფილოთ, დავეხმაროთ, რომ კიდე და კიდე უფრო გაიზარდონ სულიერ ცხოვრებაში. ჩვენ გვაქვს
ერთი მოზრდილი სამრევლო, სადაც მეც ვარ დადგინებული მეორე მღვდლად და ასევე გვაქვს მისია, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი დაწყებული სამრევლოა და მისიაში ვსახურობთ ხოლმე მონაცვლეობით. ეს მისია აკურთხეს წმინდა ნინოს სახელზე, სანამ მე მივიდოდი თვითონ არჩიეს წმინდა ნინო ამ მისიის მომავალი სამრევლოს მფარველ წმინდანად და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე წელში უკვე ამ მისიასაც ეყოლება თავისი მღვდელი, რადგან ჩვენ სამრევლოში საკმარისად ვართ დატვირთულები. იქ ყოფნის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გავიაზრე არის ის, რომ ღმერთი ჯვარს ეცვა ყველა ადამიანისთვის. და აღარ მახსოვს თქვაცები იოანე ოქროპირამიდს, რომ კარგმა მღვდელმა ყველა ადამიანში უნდა დაინახოს თავისი მრევლი. და ძალიან ხშირად გქონია ეს შემთხვევა, რომ უბრალოდ ვესაუბრები ადამიანს და მიუხედავად იმისა, რომ პირველად ესმოდა მართლმადიდებლობაზე, ხვდებოდი, რომ უკვე ქონდა ეს რწმენა. რაც რა თქმა უნდა ღმერთის მადლით ქონდა მინიჭებული. და უბრალოდ როდესაც საუბრობდით და ესმოდა რას წარმოადგენს მართლმადიდებლობა, მეუბნებოდა, რომ ეს არის ის, რაც მე მინდა. და უამრავი ისტორია გვაქვს მოქცევის ნათლობის მიღების მართლმადიდებლობაში. და მადლობა ღმერთს ამისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ასე ვთქვათ ყოველდღიური არჩევანი ჩვენთვისაც, მღვდლებისთვისაც, რომ შესაბერისი მოძღვრები ვიყოთ მათთვის და ასევე ნებისმიერი მორწმუნესთვის, რომ რაღაცნაირად არ გაუბრალოვდეს მათი რწმენა. ამიტომ თქვენს როგორც ჩემი მშობლიური სამრევლოს წევრებს ვთქვათ, რომ ილოცოთ ჩვენთვის იქაური მართლმადიდებლებისთვის, ასევე იმ ხალხისთვის, ვინც ფიქრობს ჯერ შეუერთდეს თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას, რადგან ჩვენ როცა წამსში ვამბობთ ერთი წმინდა კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესია, გულისხმობთ, რომ ქრისტეს ეკლესია არის ერთი, მიუხედავად იმისა, სად არის ან ვინ არის ჩვენი ეპისკოპოსი. ერთმა დაგლოს გამგამტკიცოს ძალიან ტკბილი გზაა და ძალიან კიბნეულიც ჩემი გამოცდილებიდან ვიტყოდი. უდიდესი მსახურება, ამაზე მაღალი მსახურება, რასაც ქვია ღვთისმსახურება, არ არსებობს არც დედამიწაზე, არც ზეცაში. როგორც მაგრამ ორნაირი ხელდასხმა, ეს სიმართლისთვის უნდა ითქვას სამხედრო. ერთს მიწაზე აკურთხებენ ეპისკოპოსები და მეორეს ზეცაში ეპისკოპოსი მელქისედეკის წესი, მღვდელმთავარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რასაც ეკლესიის ისტორიაც ამოწევს. ერთნი იყვნენ თავდადებული მოძღვრები, შეწირული ღვთისა და მრევლის მიმართ, მეორნი სამწუხაროდ ვინ რა მანკიერებით მოინადირა ბოროტმა და საბოლოოდ დაღუპა. ესეც უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. და არასდროს, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს საკუთარ თავზე მინდობილი. არანაობა ადამიანს ღვთის გარეშე. არამედ მთელი საზღვრება უნდა გაკვდეს უფალ ღმერთზე, რომელიც შეთვის შეუძლებელსაც კი შესაძლებელს გახდის. რამდენადაც ჩვენთან სტუმრად არის მოგლითაც მოგვითხოვ, მე უფრო მეც ველოდი, რომ უფრო გამოწვევით მოგვიყვებოდა. ამიტომ მინდა შეთავაზო ჯვარი მისი ხელიდან, ჯვარს მისი ხელიდან ემთხვევა. აი